მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით პატივისცემით და მეღიმება უკვე ჩემს სტანდარტულ ტექსტზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემი ახლის გამომწერებს და იმ ადამიანებს, რომლებიც არიშურებთ დროს და ენერგიას უკავშირისთვის, ხო, სხვადასხვა ფორმით. მოკლედ, ერთ-ერთმა გოგონამ მთხოვა, რომ გავაკეთოთ გაშლა, იქნებ გაშალოთო, რატომ დუმს ადამიანი და სანამ მოკლედ თქვენ ვარიანტებს აირჩევთ და მე დავიწყებ გაშლას, პატარა ეს რატო გადატეხილა და არ გვჭირდება აქ. ხო და მოკლედ პატარა ესეთ წიაღსვლას გავაკეთებ, რომ ძალიან მარტივია დღეს, როცა 90% ქოუჩების და ფსიქოლოგების და უბრალოდ მოქალაქეების ავრცელებენ სტანდარტულ აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ არ გწერს, ესე იგი არ ჭირდება, ამას არ ჭირდება ახსნა, ესე იგი მან სხვა არჩია, მიზეს იპოვის და შესაძლებლობას ვერა თუ არ უნდა, თუ უნდა შესაძლებლობას იპოვის და მიზეს, მოკლედ. ჩემო კარგო ადამიანებო, არაფერი არ არის იმაზე მარტივი, რომ ჰოპ და ვთქვათ, რომ აუ დაშორდი რა და გაანებე თავი, რა უნდა მაგას, ხო, ამის რა ვიცი, ძალიან მარტივია. გაეშვი რა, როგორია, ხო? გაანებე თავი, კაცო, ამოიგლიჯე შენ გულიდან ის მიჯაჭულობებით, რომელსაც ჩვენ არაჯანსაღს ვეძახით. ვიცით, რომ არაჯანსაღია, მაგრამ ამოსაგლეჯად ესე მარტივი არ არის რა, ეგრე არ ხდება, რომ ჰოპ და გუშინ იყო და დღეს აღარ უნდა იყოს ვიღაცა, ხო? მით უმეტეს თუ ეს რაღაცა პერიოდს მოიცავს კიდე და რაღაცა ურთიერთობას მოიცავს და მე მთლად რთულია კიდე, ну იქ რაღაცა სხვადასხვა ტიპის მიჯაჭულობები ერთვება, მთლად არაჯანსაღიც არა, ზოგიერთი შეიძლება ჯანსაღი იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს აი დაახლოებით იცით რას გავს, როცა ნაღულის ბუშტი აწუხებს ადამიანს, მაგრამ იქ არ არის ისეთი მაჩვენებლები, რომ აუცილებლად იყოს ქირურგიული ჩარევა საჭირო, ხო? ანუ მწვავე პროცესი არ არის ისეთი, რომ ვერ დაექვემდებაროს, თქვათ, კონსერვატიულ მკურნალობას, მაგრამ ექიმი, რომელსაც ან გამოცდილება არ ყოფნის, ან განათლება არ ყოფნის, ან მოთმინება არ ყოფნის, პირდაპირ ირჩევს ოპერაციულ ჩარევას და მოკლედ მყისიერ გადაწყვეტას პრობლემის, ოღონდ ამ წუთას გადაწყვეტს პრობლემას და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება 1000-ჯერ მეტი პრობლემა დადგეს. სამაგეროდ გამოცდილი ჭკვიანი, განათლებული, ისეთი სტრატეგიულად მოაზროვნე ქირურგი იტყვის, რომ არა, უკაცრავად ეს ჩემი საქმე არ არის, ეს უნდა დაექვემდებაროს კონსერვატიულ მკურნალობას, არა, ჩემი საქმეა, მე მივხედავ ამას, თქვათ, ხო, კონსერვატიული მკურნალობით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ახლავე ვეცგერო და, ქოლეცისტექტომია გავაკეთო. ასია ენერგეტიკულ და ფსიქოლოგიურ ნაწილშიც, როცა ადამიანი შენთან მოდის და გიყვება თავის სიტუაციას, ხო? და შენ სიმპტომებს ხედავ, პირდაპირ ხედავ, ხო, აქაც როგორც იქ ხედავენ ადამიანები, ხა ჩვენ ეხოსკოპიას პირობითად ლოგიკურია ვერ ვაკეთებთ, მაგრამ სხვანაირი ეხოსკოპია კეთდება ჩვენს მიერ და აქედან გამომდინარე, მე ესევე ვხედავ ხოლმე სურათს. შეიძლება ადამიანი ისე იტანჯებოდეს, რომ დღეში 100-ჯერ გწერს მას იმის, არ ვიცი, მეათედად არ აინტერესებდეთ და მოპატიეთ. არ კონდეს გრძნობა თქვენი მისამართით, ვინც დუმს, ვაიმ დუმილს, მაგრამ იქ არის უამრავი მიზეზი და ის არც გამოვა კონტაქტზე, მაგრამ ხედავ რატო, რისთვის და რის გამო, ამას ყოველთვის ვამბობ ხოლმე. არის, მაგრამ იმედი ნუ გექნება. გრძნობა აქვს, მაგრამ აი ამიტომ, მაგრამ არის, სადაც პირდაპირ ხედავ, აქ არის სტრატეგიული პაუზა, აბსოლუტურად სწორად დაგეგმილი სიტუაციებიდან გამომდინარე და არის იგნორი, ხო? ამ რაღაცას უნდა ძალიან სწორი შეფასება და გარჩევა, ისევე როგორც ვთქვათ, ქირურგიულ кейს და თერაპიულ кейს. რატომ დუმს? ხშირად, მეგობრებო, ეს მიზეზები შეიძლება იყოს ემოციური გადატვირთვა, არ ვიცი, ზოგჯერ შეიძლება ადამიანს დრო ჭირდება, ხო, რომ საკუთარ თავს დაელაპარაკოს, რაღაცას გადააფასოს, რაღაცას ანალიზი გაუკეთოს. არ დაგმართიათ, არ გქონიათ ისეთ შემთხვევები, რომ სხვა კი არა საკუთარ თავი აღარ გინდათ რაღაცა მომენტებში და გინდათ, რომ უბრალოდ ყველამ თავი გაგანებოთ, ხო არის ეგეთი მომენტები. გაურკვევლობა და შიშიც იწვევს ამ ყველაფერს, ხო, იმიტომ რომ არ იცის რა პოზიცია დაიჭიროს. ზედმეტად პასუხისმგებლობის ეშინია, თქვენი რეაქციებისაც ეშინია და უამრავი რაღაც მოდის მერე. აქვე ხშირ შემთხვევაში თავს იჩენს ხოლმე
დაასჯის და ძალის ხმევის დემონსტრირების ფორმაც, ხო? ანუ როგორც აი შენ თვითონ მიხვდი ახლა რა, ეს ცოტა კიდე манипуляტორულია და ამას მე არ ვემხრობი და ამას კიდე სხვა ჩაშლა აქვს. ასევე სიტყვის ძალის ჩამნაცვლებელია, ვთქვათ, დუმილი უფრო ძლიერი შეტყობინება, ვიდრე სიტყვები და აქაც სხვა ვარიაციებია, ხო? და კიდევ ერთხელ ვიმეორებ სტრატეგიული გათვლა არ პასუხობს, იმიტომ რომ უნდა რომ რაღაცა ან შენ გაგაკონტროლოს, ან შენ გაგტესტოს, ან უბრალოდ თავისი რაღაცები აქვს დასალაგებელი და თulis რომ ეხლა და ამ ეტაპზე 100-ია საჭირო და მერე მოქმედებას თავისი დრო და ადგილი ექნება და სივრცე. შესაბამისად, კარგად გაარჩიეთ ნიშნები და სიმპტომები, ხო? ანუ სტრატეგიულ პაუზაზე შეგნებულად იღებენ დროს, რომ დაწმინდონ და აი როგორ ვთქვა, დაფილტრონ სიტუაცია, თვითონაც გაერკვნენ და პარტნიორსაც დრო მისცენ სიტუაციაში გარკვევის. ან ძალიან ხშირად კიდევ იცის ან თვითონ ადამიანებმაც იციან, რომ მე დაბრუნდება და დაილაპარაკებს, ამისი აბსოლუტურად ჯერა, ეს მეორე საკითხია, მეორე მხარე როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს და დახვდება თუ არა, მაგრამ ვინც ამ სტრატეგიულ პაუზას იღებს, მას მართლა რწმენა აქვს, რომ დაბრუნდება და რა პრობლემაა, თავის დროზე დაალაგებს ყველაფერს. აქვე შეიძლება გაჩნდეს მიზანი, ისევ აზრების დაალაგების და ემოციური დამშვიდობის და გატესტვის პარტნიორის ემოციების და რეაქციების და ან პირდაპირ შეიძლება გითხრას, რომ იცი რა, ახლა ვერ და აი რაღაცა დრო მჭირდება, მომეცი და მე რეალურად დაბრუნდება და შეიძლება ისეთი დაბრუნება გქონდეს, რომ რა ვიცი, აი მართლა მთები გადადგას, ხო? აი უყურადღებობა, იგნორი, ხო? აი იგნორი არის სრული გამიჯვნა, საერთოდ არანაირი რეაქციას რომ არ გამოხატავს. არც იქანა და არც აქანაო რომ იტყვიან ხოლმე, ხო? ანუ აქ უკვე რეალურად არ აინტერესებს რა მოხდება. ან საერთოდ ერთი სული აქვს რომ გაერიდოს და აი უყურებს და დადარაჯებული რომ როდის მოიშორებს, ხო? აქ არც განზრახვა, არც გათვლა არაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში არ განიხილება, გარდა იმის, რომ როგორმე ჩამოიშალოს ბოლომდე ეს კედელი და ნანგრევებიც თქვენ აგაზიდინოთ, ის კი არა თვითონ გაასუფთავოს რაღაცები. ასე რომ ამას უამრავი მიზეზი აქვს და ამიტომ პანიკაში ჩავარდნას 4 დღიან და 5 დღიან პაუზებზე, რომ ვაიმე, ახლა წავიდა, არ მოუწერია და ნეტა რა ხდება და თან მეც ჯიბრს უწევ და არ უწერ, იმიტომ რომ აგერ კაცო ყველა იმას მიჩიჩინებს სოციალური ქსელებიდან და ასე ვთქვათ ჭკუის დამრიგებლებიდან რომ არ უნდა გაბედო, უკაცრავად ეხა გენდერული თანასწორობა გვინდა ყველაფერში და ადამიანი რომ მოვიკითხოთ, მაგაში გენდერულ მე პრობლემას ვერ ვხედავ, ახლა არ ვიცი. ის კაცი რომელიც თვლის რომ შენ ადამიანი მოკითხვით მას ეკიდები და რაღაცა ჩარჩოებს უქმნი, უკაცრავად მოსაშორებელია, იმიტომ რომ ახლა მისი აზროვნება უკვე თავშივე დეფორმირებულია და მახინჯია, ხო? შესაბამისად სექსიანი კოშტხები. ვიღაცას რაღაცა ძალიან კარგი ამბები ელოდება, ვნახოთ. ხო და შესაბამისად, ანუ ჯანსაღად მოაზროვე და ნორმალურ ადამიანთან, რა თქმა უნდა, როგორც მას აქვს უფლება, რომ მომიკითხოს ან გაჩუმდეს, ისე მაქვს მეც უფლება, ხო, რომ მოვიკითხო და ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ახლა იმას რა ქვია, გზა აუტალახე, რომ როგორმე უკაცრავად ჩემი ერთი მოკითხვით ახლა დამიჯინე ცოლად თქო, ხო? ან პირიქით, ანუ მიმიხვდებით, რასაც გულისხმობ. ამიტომ ამ ყველაფერს ძალიან ისე დააკვირდეთ ხოლმე და რატომ დუმს პირველი, მეორე ვარიანტი და ვნახოთ ვის უყურებთ, ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? ნახოთ აბა ვინ არის ექვსიანი თასები. ისეთი ბავშვურად გულუბრყვილო, ძალიან ისეთი სუფთა ენერგიების მატარებელი, შეიძლება ძალიან უყვარდეს საჩუქრების მიღებაც, გაცემაც, ხშირად ვარდება ნოსტალგიებში, ხშირად ახსენა აი წარსულზე ემოციური ბმა მაინც შერჩენილი აქვს, ძალიან შემოქმედებითი, ძალიან ისეთი ემოციური და გულუბრყვილო, აი ძალიან ისეთი ენერგიები მომდის სასიამოვნო. ნუ ამ ადამიანთან ოღონდ ხა ბავშვს პასუხისმგებლობებს ვერ მოსთხოვთ, ხო დიდად, ანუ უფრო ისეთი ენერგიების მატარებელია რა, აი ვიცელქებ, ვითამაშებ, გაგართობ, მოგეფერები კიდეც, ჩაგეხუტები კიდეც ბავშვურად, ოღონდ ნუ აი ხა ხვალ რა იქნება რო არ ვიცი, დაახლოებით ეგეთი. კარგით. რატომ დუმს ეს ადამიანი? კონკურენცია რა ხდება? ხო, ერთი რამ მინდა გითხრათ მეგობრებო, ეხა აი ამ არკანებიდან რაც წამოვიდა, შეხედეთ, სულ კვერთხებია და ყველა არის ბარიერის, ყველა არის ჩიხის კვერთხები, ტვირთის კვერთხი. ნახეთ
მხრებზე წამოდგებული ტვირთები, ხო? შეხედეთ ჩემო კარგო ადამიანებო, ბიჭებო და გოგოებო. როცა ახალ ურთიერთობას იწყებთ, განსაკუთრებით ახლა 40-45 წლის ასაკში, 30 პლუს ასაკში, ხო? თუნდაც 25 პლუს ასაკში. როგორმე ხა ყველა ჯანსაღი ადამიანი ვართ მე მგონი და არავისთვის უცხო არ არის, ხა თქვენს ცხოვრებაში პირველი ურთიერთობა ეს ვერ იქნებოდა, ხო? ვერანაირ დონეზე და ვერანაირ ასპექტში. ხო და ეხა არ არის საჭირო რომ აი მე ზოგადად ვთვლი რომ როცა ახალ ურთიერთობას იწყებით კითხვები არც უნდა დასვა. რაში გაინტერესებს მისი წარსული, ხო? წარსული რო ქვია, всё აქ დამთავრებულია, შენ ხარ აწმყო. რატო იქექები? ანუ შენ ისეცადე რომ წარსული შენ არ გახდე და ამაწმყო მოგცეს შენი ის ასე ვთქვათ, ისე შემოატრიალო ამაწყოთი ყველაფერი ეს ადამიანი თუ გიღირს რომ მომავალში შენ იყო და ანუ შენც წარსულად არ იქცე. თორე წარსულში ახლა უკაცრავად პეტრე იყო, პავლე იყო თუ ივანე, საერთოდ აი რატო უნდა მაინტერესებდეს, ხო? ან თქვენ რატო უნდა გაინტერესებდეთ? შესაბამისად, ან თუნდაც ის კიდე ახლა მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა პირობითად ვთქვათ ადამიანთან, ხო? და თუ თვითონ ის არ დამისვამს კითხვას რატომ უნდა დავიწყო ლაპარაკი თუ არ მიჭირს? თუ მიჭირს და ვიღაცა პრობლემას მიქნის, ამ შემთხვევაში შეიძლება მოვუყვე, ხო? ნუ რაღაცები ვეღარ დავმალო, მაგრამ ის რომ ხა ვიღაცა გამეკეკლუცა, ვიღაცასთან ასე იყო, ვიღაცასთან ისე, რატომ უნდა მოყვე ეს ყველაფერი ვერ ხვდები? ან კაი ტიპი ხარ? ჰე ბიჭო, შენთან არის, შენ გვერდზეა და εσύ უკვე კაი ტიპი ხარ მისთვის და რაღაცა გინდა რომ ზედმეტად რაღაცებით დაჭვირთო და ახლა გონება აღურიო და აფიქრებინო რომ აუ ესე ხავ ჩემთან კი ამარა კიდე ვიღაცები და დღეს ჩემო კარგო ადამიანო არავის აღარ უნდა ზედმეტი ნერვიულობა და ზედმეტი პრობლემები. იმდენად სტრესული გარემოა და იმდენად ყველაფერში ასე ვთქვათ დრამები გვხვდება, გვინდა თუ არ გვინდა დაწყებული რა ვიცი სამეგობრო ლოკაციიდან და დამთავრებული არის სამეზობლო ტრაექტორით და კოლეგიალობაზე აღარ ვლაპარაკობ და იქ რაღაცა მილიონი ინტრიგაზე და ასე შემდეგ რომ ახლა იმაზე მანერვიულე შენ ჭირიმე რომ ჩემთან რო ხარ ჩემთან რომ მიდიხარ სად მიდიხარ ასაკეთებ ხო იმიტომ შეირგეთ რა ერთმანეთი მოეფერეთ ერთმანეთს სხვა საერთოდ არ უნდა გაინტერესებდეთ ანუ ჯანსაღ ურთიერთობაში ესია რა რომ ეს საერთოდ არ მაინტერესებს ეხა ბალს რო ვჭამ უკაცრავად ხო ეხა ძალიან მაგარი ბალი მიდევს რა ჯამში პირობითად და სანამ ამ ბალს შევჭამ ვიფიქრო ეხა არ ვიცი საზამთროზე რომელიც არ არის იმ სეზონზე ვთქვათ, ხო? და მე ვფიქრობ ახლა საზამთროს და რეალურად ეს ბალიც უგემურად ვჭამ, არც ის საზამთრო, ну მოკლედ, აი დაახლოებით ეგეთი ამბავია და აქ ეს ემოციები მოდის, აი კონკურენციის თემა არ ვიცი. თქვენგან თუ თქვენგან არ არის ეს უბრალოდ რჩევათ მიიღეთ. ძალიან ისეთი, აი როგორ გითხრათ, რა ტვირთია, უნდა ვნახო, მანახება რა ტვირთია. გავიგეთ რა ემოციებში ხარ, მაგრამ რატო გახდა ეს ემოციები შენთვის ტვირთი? აჰა. აქ დაოჯახებული ხარ թե რომელიმე? დაოჯახებული ხარ թե რომელიმე? სავარაუდოდ კი. კი, ორმაგი ენერგია აქ სავარაუდოდ რომელიღაცა მხარე, ასე ვთქვათ, ან დაოჯახებული თუ არა, ძალიან თვითკმარი ადამიანი ხარ. ძალიან საკუთარ თავზე ორიენტირებული, დამოუკიდებელი, პრინციპული და ნაკლებად კითხულობ ცხვის აზრს. რა და ეს თითქოს თრგუნავს, თითქოს რაღაცნაირად ბალანსს არღვევს. ბალანს არღვევს კი არა, ძალიან თითქოს შეურაცხყოფილადაც გრძნობს თავს. თითქოს რაღაცა ნატკენიც არის. აი სამსჯავროს არკანით იცით როგორი მომენტი აქვს თითქოს აი ამ დუმილის მერე ან ისე იქნება, ან ესე იქნება, ეს არ არის სამუდამო წასვლა, ეს არის უფრო პაუზა. და ახალი კი, სწორად ვთქვი. აქ შემოტრიალება იქნება. აქ დუმილი დაირღვევა აუცილებლად, თუმცა რაღაცა სხვა პირობებით გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა, შეიძლება პირდაპირ დაასვას კიდეც საკითხი, რომ იცი რა, ან ესი, ან სხვანაირად არა რა, ან ორივე, ან ესე რომ შენ ჭკუაზე იარო და მე ჩემ ჭკუაზე ვიარო, ეგრე არა, ანუ ორივე ერთად ჩვენ ვართ მიხვდით, ანუ მე ვწყვეტ, კი არა, ჩვენ ვწყვეტთ. ნახეთ, აი ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე რას მინდა დააკვირდეთ ამ ურთიერთობაში და ძალიან გთხოვთ მამაკაცებმაც და ქალბატონებმაც ძალიან ისე გულდასმით მომისმინეთ ახლა მე თქვენ რასაც გეტყვით. ჩემო კარგო ადამიანებო, წყვილი, ანუ ორი ადამიანი ერთად მე აქამდეც მილიონჯერ მაქვს ეს ნათქვამი და ახლა იმ იგივე ტექსტების გამეორებას არ მოვყვები, რაც სხვაგან გამიჟღერებია, ის რო ვთქვათ წყვილი ორი ადამიანი ერთად წყვილს არ ნიშნავს, მაგრამ ნახეთ, ანუ
დააკვირდით, თქვენ პრობლემის წინაშე დგახართ თუ ერთმანეთის წინ დგახართ. ანუ კონტროლია თქვენი არჩევანიდან თუ ერთმანეთის გათვალისწინება. აი ეს გამიჯნეთ ერთმანეთისგან და მე ყველაფერი ძალიან ლამაზად დაგილაგდებათ. როგორც კი წამოვა ის სიტუაცია, რომ ჩვენ დგავართ პრობლემის წინაშე და ჩვენ ეს უნდა მოვაგვაროთ, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. მაგრამ როგორც კი ერთმანეთის წინაშე თქვენი პრინციპები და თქვენი ასე ვთქვათ, გაჯიუტებული და გაჯიქებული სიტუაციებით დადგებით, ხო? ნუ მე იქ შეიძლება უკვე აბსოლუტურად სხვა ასე ვთქვათ პრობლემებს და სხვადასხვა მომენტებს მაიჩინოს თავი, ხო? ამიტომ, ეხლა ამისი დუმილიც დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ერთია რომ შენ სტრატეგიულ პაუზას ირჩევ, მაგრამ მეორეა იმისი არ იყოს, ხო? თუ არ ვწდები, სწორად მახსოვს მე მგონი ოთარ ჭილაძის ლექსია და სანამ ასე ვცხოვრობდით ჩემთვის, სანამ ვარკვევდი რა უნდა მეთქვა, შენ უცებ გახდი ვიღაცის ღმერთი, ვიღაცის სუნთქვა და გულის ფეთქვა. უკაცრავად შემილირიული გადახვევისთვის, მაგრამ მართლა ეგრეთ შეიძლება ხდება, ხო? ანუ ნახეთ კიდევ ისი თქმა მინდა. ჩემო კარგო ადამიანებო, ჩვენ ყველას ის თაობა ვართ, რომლებსაც გვეუბნებოდნენ, რომ 7 ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. აღარ არის მაგისი დრო აჩქარდა. უკაცრავად, ეხლა მე იმას არ ვამბობ, რომ ჰოპ და გადახტით ეგრევე პირველივე ჯერზე და არაფერი არ გაითვალისწინოთ და არაფერს ყურადღება არ მიაქციოთ და ასე ვთქვათ ანუ დაუფიქრებლად და იმპულსურად იმოქმედეთ ყველაფერში, არა, ამას არც ვიტყვი, არც გირჩევთ და გამრიცხულია, მაგრამ ორჯერ, სამჯერ რომ გადააკონტროლებთ სიტუაციას, მერე უკვე მოქმედების დროა. სხვა შემთხვევაში დამიჯერეთ, რომ დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, დრო არ ცნობს მიზეზებს. ამიტომ ჩემო კარგო ადამიანებო, აი ეს ფაქტორიც ამ ადამიანს გასათვალისწინებელი აქვს, მაგრამ ეს ადამიანი თulis რომ თქვენთან რაღაცით ნაწყენია, ხო გეუბნებით, აი თითქოს თავსაც იცავს, თითქოს თან უნდა ამ კონკურენციაში შესვლა, თითქოს თან ეგეც აი დიდად არც ეგ არიზიდავს თქვათ თან დიდად, რომ ამ კონკურენციაში შევიდეს. აი რაღაცა იცით როგორ მომენტშია ფიქრობს რა, უფრო საკუთარ თავს ცდის და საკუთარ გრძნობებს ცდის თქვენთან მიმართებაში. მიმიხვდით? და მაინც ბოლოს მინახე აბა გამოხვალ კონტაქტზე. რამდენ ხანში ჯერჯერობით ესე ჰოპ და უცებ არა, აქ ვიღაცა ქალის ენერგიაც მუშაობს, არ ვიცი, შესაძლოა წარსულის ქალი მუშაობს, წარსულიდან მოყოლილი ურთიერთობა, ან კაცი, მამაკაცებო ვინც მიყურებთ, ვიღაცა შეიძლება სიტყვით რაღაცას ახსენებდეს, თავიდან დაწყებას თხოვდეს ურთიერთობის, მოკლედ სხვა ფრონტიც არის აქ რა გახსნილი, მაგრამ აბას დრო დაჭირდება. აქ ხა ვერ გეტყვით, რომ ეს ხვალთაზე გეს კონტაქტზე გამოვა, არა. მაგრამ გამოსვლა იქნება, შეიძლება სადღაც ამთრის ბოლოსკენ უფრო იყოს ეს კონტაქტზე გამოსვლა, თქვენსკენ წამოსვლა, მაგრამ გაგრძელება იქნება. მოკლედ, ჩემო კარგო ადამიანებო, აქ იქნება ისევ გავრკველობა, ისევ შიშები, ისევ რაღაცა ემოციური თამაში. კი ბატონო მომწონხარ, კი ბატონო გრძნობა მაქვს, მაგრამ პასუხისმგებლობის არ და ვერაღების მომენტი ჯერჯერობით ისევ იქნება. გამოვა ეს ადამიანი კონტაქტზე, ცოტა გრძელვადიან პერიოდში უცებ არ მოხდება ეს კონტაქტზე გამოსვლა და პლუს ამას არც არის მზად, აი რომ მოვა ჩამოყალიბებული ზუსტად ის, რომ აი თქვენზე უფრო მეტი რაღაცა იქნება დამოკიდებული, ერთად როგორ გადაწყვეტთ რაღაცებს, თქვენ აი რამდენად გახსნილი იქნებით ორივე ერთმანეთთან. იმიტომ რომ ეს იქნება კიდე ერთი დაკვირვება და მცდელობა, ის შესაძლებლობის მოცემა და როგორ გამოიყენებთ ეს უკვე თქვენზე იქნება დამოკიდებული, თქვენ სიბრძნესა და ინტუიციაზე. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, რას გვიჩვენებს, რატომ დუმს ადამიანი. ვინ არის ეს ადამიანი?
ხო, ნახეთ როგორი საინტერესო არკანია, ხო? ერთია რომ შენ თვითონ ისედაც უკვე ჩახმალული და გამწარებული და გაუბედურებული ხარ და მეორეა კიდე რომ ვიღაცას ნისკარტით უკავი ხარ და უნდა იქით მოგისვრის, უნდა აქეთ მოგისვრის და თუ შეჭმა გადაწყვიტა, ოღონდ აქ დააკვირდით ეს ფასრი ინსტრუმენტები მის ენასაც დააშავებს და მის შინაგან ორგანოებსაც. ანუ ნახეთ რამ ხელა აზრის და შინაარსის მატარებელი არკანია. ეს ადამიანი ვინცაც თქვენ ახლა უყურებთ არ მომდის რა ის ენერგიები რაც უნდა მომდიოდეს. მგონია რომ საკმაოდ ისეთი გაქნილი მანიპულატორი არ ვიცი მივყვეთ არ გავასწრებ მაგრამ ეს ენერგიები მომდის. უყვარს ისე სხვებზე თამაში რისკავს ძალიან ბევრს, ოღონდ ხშირ შემთხვევაში ვერ აფასებს სწორად მეორე მხარეს და ძალიან დიდი რისკის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც მაპატიეთ აყენებს ხოლმე. იმიტომ რომ ერთი დაუფიქრებელი ამბიციური ნაბიჯი და აი ეს ყველა ხანჯალი მის ყელსა და ბოლო-ბოლო შეიძლება ვერც ჩაღწიოს საყლაპაო მილამდე აი გაეჭედოს უბრალოდ საყლაპაო მილში გაეჭედოს ხო? იცით როგორცა დამანგრეველი ენერგიების მატარებელი ადამიანია არ არის მარტივი რა, აი დამღლელიც არის ცოტა ისეთი აურაც ისეთი ექნება, რომ აი სიცოცხლის ხალის არ გაგიღვიძებთ პირიქით, აი თუ შეფასებად შეიძლება დაგიგდოთ ამ ადამიანმა. არ ვიცი, არ გამოვრიცხავ შესაძლოა ანუ ვიღაცა ფორმიანიც იყოს ახლა ვინც ვისაც უყურებთ. კარგით. რატომ დუმს რა ხდება მის ცხოვრებაში ახლა და რა ამბავი აქვს? აი აქ ნახეთ როგორი სიტუაციაა. აქ სავარაუდოდ აქ ჩემო კარგო ადამიანებო არის სავარაუდოდ დიდი ალბათობით გეტყვით ახლა რა ხდება. აქ სავარაუდოდ ამ ადამიანს ვისაც უყურებთ თქვენ ოჯახი არა აქვს. ან დაშორებულია ახალი და ან უბრალოდ აი იცით როგორ მდგომარეობაშია რომ არც წამოსულია ბოლომდე მაგრამ არც იქ არის ნუ მარტოა რა წყვილშიც რო იყოს მარტოა არ ვიცი შესაძლოა ამას აქ საკმაოდ ისეთი დიდი სამართლებრივი ამბებიც გქონდეს და საბუთებზე მეტად უფრო ცხოვრებისეული სასამართლოს წინაშე იდგეს და ამას ძალიან კარგად გრძნობდეს. ვერ ხვდება საით უნდა აიღოს გეზი, ვერ ხვდება რომელი მხარე უფრო მნიშვნელოვანია მისთვის. იქითაც აქვს სურვილები, აქეთაც აქვს სურვილები. აი თვითონ ჩამოუყალიბებელი ადამიანი ანუ ხა იქ რასაც უყურებ ხო გეუბნებით. თავიდან მევგრძნობდი რა რაღაცა ისეთ და თან ყველაზე მთავარი ეს ორივე ფრონტი მხრებზე ისე ბედნიერად აქვს წამოგდებული, მე მგონი ვერც თავისებს რომ ყველაფერი არის ტვირთი და მხრებს ჩამოწყვეტს ერთ ბედნიერ დღეს. ან ამისი გააზრება უბრალოდ არ უნდა და არ აწყობს. ხო, აი ხო თქვი. ნახეთ აი ამ მდგომარეობაში ჩააგდებს ეს თავისი манипуляციები და თავისი არასწორი ქმედებები. ეს ერთ ფრონტზე არ არის ბრძვის ჩემო კარგო ადამიანებო. აი მოსწონს რა, როგორი მომენტი აქვს თავის დროზე როგორც ჩანს ძალიან ისეთი ტრამვირებული პირადი ცხოვრება ქონდა, რაღაცა მძიმე პერიოდი ქონდა გავლილი და ყველა შემთხვევით ეხლა თითქოს იმ წარსული შემთხვევიდან ქვეცნობიერად თუ ცნობიერად სამაგიეროს უხდის და აი თამაშობს როგორც აი საკუთარ თავს უმტკიცებს რომ ნახე რა მაგარი ვარ. აქ მსხვერპლის მომენტი კი არ არის რომ მსხვერპლი როგორი სუსტია ან კონკრეტულად შენ გარჩევდეს რომ შენ უნდა გაგამწაროს არა. უბრალოდ საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცოს რომ ნახე მე რა მაგარი ვარ თორე ის კი არა რომ ვიღაცას ამწარებს. ანუ აქ საკუთარ თავზეა ვექტორი რა მომართული. აი დასადამსჯელო მომენტები უფრო მეტი მოდის რა. ის რაც თქვა თავის დროზე ეს დასაჯეს ეთყობა და ეს გაამწარეს. ხომ გეუბნებით ეხლა აი ამ თავის კომპლექსებს აი ამ ფორმით გამოხატავს და სადაც მიეცემა საშუალება ყველგან თუ ენით და თუ ქმედებით ასე ლახვარს ისვრის რა. აი ნახეთ
ამისთვის სერიოზული ის რომ თქვათ აი ემოციები და გრძნობა არა, ამისთვის უფრო გართობის და ფლირტის ენერგიებია. დანარჩენი ჩაკეტილი აქვს რა, არ ვარ მე სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად. არა, მე მჭირდება უკაცრავად, კარგი სექსი, მე მჭირდება კარგი გართობა, მე მჭირდება ესეთი კარგი შემდგარი ქალი ან კაცი, რომელიც რაღაცეებშიც დამეხმარება, მაგრამ ნუ რას უკაცრავად, ღამე ერთად არ დავიძინებთ. დღისით რამდენი ხანიც გინდა ვიყოთ ერთად. ნუ ღამეც შეიძლება ვიყოთ, მაგრამ ნუ მე ვგულისხმობ ჩემს სახლში, ჩემს საწყლში ერთად არ დავიძინებთ, ხო? ანუ ერთ ჭერქვას ჩვენ არ ვიცხოვრებთ, ამას გულისხმობთ, რომ ხა ეპიზოდურად შეიძლება ღამეც იყოთ ერთად და დღისითაც, ხო? არა, ნუ ეს არ არის მზად რა. ეს გეუბნებით, აი ჯერ იმ თავის ძველი ჭრილობების მოშუშვების პერიოდში, აი როცა უნდა რომ საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ ნახე მე რა მაგარი ვარ, მე კი არ მატყუებენ, მე კი არ მიყენებენ, აი მე ვიყენებ ახლა ყველა. სხვათა შორის ერთი რამე დაიმახსოვრეთ. ტყუილად არ არის ნათქვამი ცინიკე და უსტავში რომანტიკ, ხო? ანუ თავის დროზე ამ საწყალს ნორმალური ენერგიები ექნებოდა, მაგრამ ნუ ფინანსურადაც უჭირს და შესაძლოა. აი ამ დასაყრდენსაც ეძებდეს, კი ბატონო და პატარ-პატარა ფლირტებს იწყებდეს, სადაც უფრო უკეთეს ნოყიერ მიწას ნახავს, მე იქით წავა, მაგრამ ვერ წახვალ, იმიტომ რომ სამყარო და კარმა ისე გემრიელად ჩაგარტყავს თავში, რაც გეჩქარება, რომ ბატონო, თქვი და ამოვიდა კიდეც. გამიხვალ კონტაქტზე. არა, შეიძლება იფიქროს, არა და არც უნდა გამოვიდეს იეროფანტის არკანით, თქვენ მოკლედ თქვენ თავს მიხედეთ, ღმერთი თქვენს გვერდით არის და ზედმეტად ნუჰაირებთ ცხოვრებას ამ ადამიანით, არ გჭირდებათ ამ ადამიანის გამოსვლა, არა. ეს გეუბნებით ჯერ რაღაცა თავის მილიონ პრობლემაშია გაჩხერილი, თვითონ არის ის საით წავიდეს, ახალ-ახალ ურთიერთობებს ეძებს, ახალ-ახალ ასე ვთქვათ, მსხვერპლს ეძებს და ხო, ჯერ ისეთი კარგი გემრიელი ტრანსფორმაციის პერიოდი ელოდება წინ. რომ გითხრათ, რომ ეს რომც გამოვიდეს, ხო გეუბნებით 10 ხელით უნდა მოიცილოთ, ისე ლამაზად აქოთ და ერიდოთ რა, არ არის ეს ის ადამიანი, რომელიც მე შეიძლება 1000 ჯერ მეტად ნერვიულოთ. აი ეს უფრო ხო გეუბნებით გამომყენებლობითი მომენტები მეტი უფიქსირდება ამ მეორე ვარიანტს დიდი ბოდიში. თუ თქვენია გაშლა არ იყო, ნუ თავიდან უნდა მეთქვა, ალბათ ნუ მოусმენთ ხოლმე, ხო? იმიტომ რომ არ მოდის რა ის ენერგიები, ვინც არის, ახლა მე ის აღწერე, ვინც დავინახე, ალბათ ვიღაცის ენერგია დავიჭირე და ხშე მასიურად თუ ყველაზე არ რეზონირდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაშლა არ წავიდა სწორად, ხო, იქ რომ იწერთ ხოლმე ჩემი არ იყო, ახლა ყოველთვის ვერ იქნება თქვენი და კონკრეტულ ადამიანზე ყოველთვის ვერ რეზონირდება, ასე რომ უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ადამიანებო, კიდევ ერთხელ ნდობისა და ურთიერთობებისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ირჩევთ ჩემს არხს და ხართ ჩემს სივრცეში. დაგემშვიდობებით დროებით.